გივის ამ დღეში გვაქვს ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნები, მეორე ტური, სადაც გადაწყდება ვინ იქნება თავმჯდომარე. რა მოლოდინი გაქვს და როგორ შეაფასებ პირველ ტურს? ძალიან კარგი მოლოდინები მაქვს მეორე ტურისათვის. აუცილებლად მოიგებს ირაკლი ყანდაშვილი ამ არჩევნებს, ვინაიდან ეს აუცილებელია უშუალოდ ჩვენი კორპუსის გადარჩენისთვის და კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. მოლოდინი ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს. პირველ ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა. თელი თავის გუნდით გაიმარჯვა. ეგ უნდა მეთქვა ზუსტად ნახე. 11-დან 8 კაცი შეიყვანა ირაკლი ყანდაშვილმა აღმასრულებელ საბჭოში, ასევე ეთიკის კომისიაც უმეტესობა დაკომპლექტა სწორედ ყანდაშვილის გუნდით, რაც შეეხება სარევიზიოს 5-დან 4 კაცი იქ ირაკლი ყანდაშვილის გუნდიდან იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, მთლიანი გუნდი დღეს ადვოკატთა ასოციაციაში, ვინც უნდა მართოს ეს სტრუქტურა, დაკომპლექტებულია სწორედ ირაკლი ყანდაშვილის გუნდით. აქ უნდა გავუსვათ იმასაც ხაზი, რომ არჩევნობა ჩაიარა აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში, გამჭირვალედ და რა იყო მოლოდინები და სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ასოციაცია ემზადებოდა გაყალბებისთვის, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირდა და 46 დამკვირვებელი ესწრებოდა, როგორც ვიცი და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც და ერთი საჩივარიც არ დაწერა. წარმოუდგენელია რამის გაყალბება, ყველაფერი მიმდინარეობს ელექტრონულად, მიმდინარეობს შესაბამისი აპარატურით და არის უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილი აღნიშნული არჩევნები. კი ჩვენ პოზიციას ვაფიქსირებთ ყოველთვის და მიგვაჩნია რომ ირაკლი ყანდაშვილი არის ის კანდიდატი, რომელსაც აქვს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაციის განვითარება გადაიყვანოს ახალ საფეხურზე. მისი გამოცდილებით, პროფესიონალიზმის და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ყველანაირი თვალსაზრისით მან უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში და აპელირება რო ხდება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა იდეოებიან რა პოლიტიკური რატო უნდა იყოს ასოციაცია, ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ირაკლი აუცილებს და აუცილებელი არის რომ ადვოკატთა ასოციაცია იყოს აპოლიტიკური, თუმცა ის იმას არ ნიშნავს, რომ სახის გაუგებრობის შემთხვევაში ან საჭიროების მომენტში მას არ იქნება ხისტი პოზიცია, როგორც თავმჯდომარის ისე ასოციაციას და არ დაიცავს რომელიმე ადვოკატს, როგორც ინსტიტუციას ასევე ჩემი აზრით ყველა ვარიანტი გეთანხმები, რასაც ამბობ 100%-ით. მე გეტყვი, რატომ უნდა იყოს ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არა მარტო იმისა, რომ ჭირდება გამოცდილი და განათლებული ადამიანი, ჭირდება ძალიან კარგი მენეჯერი და ლიდერი. ირაკლი ყანდაშვილს აქვს ყველა ეს თვისება, რომელიც ადვოკატთა ასოციაციას დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რა განვითარებაზეც ახლა არის, უფრო მეტად განვითარდეს და შესაბამისად ჩვენ მივიღოთ პრესტიჟული, ძალიან დაფასებული, დამოუკიდებელი და ყველანაირი გავლენებისგან დაცლილი ორგანიზაცია, რომელსაც ეყოლება ძლიერი ხელმძღვანელი და ირაკლეზე ასევე ხაზი უნდა გავუსვათ აუცილებლად იმას, რომ ის არის მედიატორთა ასოციაციის შემქმნელი, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ასოციაციას, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და იმასაც უნდა გაისვას ხაზი, რომ ის აბსოლუტურად ენთუზიაზმით აკეთებდა ამას ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ემსახურებოდა თავის პროფესიას და კოლოსალური გამოცდილება აქვს. თუ თქვათ რაც მიდის ახლა კამპანია ირაკლის საწინააღმდეგო, ირაკლი ყანდაშვილის საწინააღმდეგო სოციალურ ქსელებში, ყველაფერი აგებულია რაღაც, ასე ვთქვათ, თითიდან გამოწვეული მიზეზებზე, იმიტომ რომ ირაკლის იმდენად სუფთა და კარგი წარსული აქვს და იმდენად კარგი მენეჯერული თვისებები აქვს, რომ სხვა რაიმე არგუმენტი და სხვა რაიმე ისეთი ფაქტი ვერ მოძებნეს მის წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ყოველივე არის ერთ-ერთი არგუმენტი ქონდათ, რომ ეხლა რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ადვოკატები და მე საერთოდ ისეთი სახის კომენტარები ვნახე ჩვენი კოლეგებიდან გამომდინარე, რომ აი გაუცებულის და უჩი სიმართლე რო გითხრა, ნუ ვერ ხვდები ხა ადვოკატთა ასოციაციაში წევრებად არ ითვლებიან ის ხალხი, რომელიც რეგიონებში მუშაობს. თუ ასაკობრივი ზღვარი რა მნიშვნელობა აქვს ვინამდენი წლის არის და ვინცად პირიქით დასაფასებელი არის ყველა ეს ადამიანი, რომელიც კეთსვიხთი რეგიონში მომუშავე ადვოკატებისათვის პროფესიონალები არიან, ძალიან გამოცდილი ადვოკატები არიან და ჩემი პატივისცემა მათ. ის რომ ვიღაცა ჩამოდის რეგიონიდან თბილისში და აძლევს ხმას კონკრეტულ პირს არჩევნებში, ეს მათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. შესაბამისად, ისინი არიან ადვოკატთა ασოციაციის წევრები და სრული უფლება აქვთ დააფიქსირონ საკუთარი აზრი და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. და ამის გულისთვის ბევრმა დაამონათა და რაღაც სასწაული წარმოუდგენელი რაღაცა. თუმცა ორმაგად გულდასაწყვეტია, როცა ჩვენი კოლეგები აკეთებენ ამ ყველაფერს. როდესაც მოდიხარ შენ რაიონიდან თბილისში,
ვერავინ ვერ იტყვის, რომ იქ მარტო ან ირაკლი ყანდაშვილის მხარდამჭერები მოდიოდნენ და მოდიოდნენ მაგალითად ღურწკაიასთან ჩომახაშვილის მხარდამჭერები. წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულები და ეს ხოლმე და ხოლმე მისასალმებელია, ყოველს თავისი არჩევანი აქვს და ყველა კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარს, რომელიც მიაჩნია სწორად, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა კიდეც, რომ მე ვარ ყველას თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, ვინ მომცემს ხმას და ეს არის მისი ისეთი მესიჯი. სამწუხაროდ მოხდა ისეთი ფაქტი მეორე კანდიდატისგან და ბევრმა ადვოკატმა დააფიქსირა ეს აზრი, რომ იმის გამო რომ განსხვავებული პოზიცია და აზრი ქონდა წარუჭედნენ მას ხარ სოციალური ქსელებიდანაც წაშალეს და მეგონი შენც მოხვდი მათ სიაში. წარმოუდგენელია მსგავსი რამ. ორივე კარგად ვიცნობთ ირაკლი ყანდაშვილს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ესეთი თავმჯდომარე, რომელსაც საერთოდ არ იქნება მნიშვნელობა, ვინ იყო მის გუნდში, გუნდის წევრი, ვინ მის ახმა, აბსოლუტურად ყველასთან მიმართებაში იქნება თანაბარი დამოკიდებულება და აბსოლუტურად თანაბრად დაუდგება ყველა ადვოკატს გვერდში საჭიროების შემთხვევაში. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მას აქვს იმის რესურსი, რომ კონდეს დავუშვათ მოლაპარაკების უნარი როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ისე სასამართლო ხელისუფლებასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთანაც, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არის განსახორციელებელი, მაგას ყველავანი ჭირდება დიალოგი. და თითეული ადვოკატის კამპანიაზე უნდა გითხრა, ნახევი ძინა კამპანიაზე უნდა გითხრა. ირაკლი ყანდაშვილის ეს კამპანია, რაც მას აქვს და დაპირებები, ყველაფერი არის სტრუქტურულად დალაგებული, კაფიო და რეალური. სხვა კანდიდატებს ახლა ჰქონდა ძალიან პოპულისტური და ისეთი დაპირებები, რომ აი ყველა ადვოკატს მაგალითად თავისი ინდივიდუალური ოფისი უნდა მივცეს. ეს წარმოუდგენელია ასეთი რამ განხორციელდეს. შესაბამისად, ირაკლი ყანდაშვილი გამოდის იმ რეალობიდან, რა რეალობაც არის და იძლევა ისეთ დაპირებას, რომელსაც აასრულებს და მე ღრმად მჯერა, რომ ეს ბრძოლა, რომელიც დაიწყო, ბრძოლა კარგი გაგებით ზაზახატიაშვილმა, ბატონმა ზაზახატიაშვილმა ჯერ კიდევ იმ ეპოქაში, როცა მართლა სიცოცხლის ფასად და ჯანმრთელობის ფასად იცავდა ადვოკატებს და ადვოკატთა ასოციაციას და მე უკვე ბატონმა დავით ასათიანმა გააგრძელა ეს. აი ეხლა უკვე ირაკლი ყანდაშვილმა ერთგვარ რელსებზე უნდა შეესვას ეს ადვოკატთა ასოციაცია და კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ჩვენი პროფესია და ეს არის უალტერნატივა. მე ასე მიმაჩნია. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომელსაც ჭირდება სწორი მენეჯმენტი, დიპლომატიური მიდგომა და ნუ ეხლა დიპლომატიის ნაწილში როცა ვლაპარაკობთ, ირაკლი ყანდაშვილი არის მედიაციის მთავარი მედიატორი, მე ასე ვიტყოდი საქართველოს, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია მოლაპარაკებები კონდეს ნებისმიერ უწყებასთან, ისევ და ისევ ადვოკატთა კორპუსის საკეთილდღეოდ და როცა საჭირო იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ მას არ გაუჭირდება ხისტი პოზიციის დაფიქსირება იმ შემთხვევაში, როდესაც დაჭირდება ეს თვითონ ნებისმიერ ადვოკატს და ზოგადად ასოციაციას. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ირაკლი ყანდაშვილი არის ძალიან ეთიკური ადამიანი, თუ ვიღაცა მას ესხმის თავს კონკურენტი და ლანძღავს და რაღაც ცუდ რაღაცას ამბობს, ირაკლი ყოველთვის შიდად, წყნარად, აი ალბათ ეხმარება ის, რომ არის მედიატორი და აქვს უდიდესი გამოცდილება ამ სფეროში. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ადვოკატები ესეთ კრიტიკულ მომენტში ყოველთვის ერთიანდებოდნენ და აკეთებდნენ სწორ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, რომ 21 დეკემბერს ჩვენი კოლეგები, მთლიანი ადვოკატთა კორპუსი გააკეთებს სწორ არჩევანს და აირჩევს ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ. მე ნამდვილად მიმაჩნია, რომ 21 დეკემბერს ირაკლი ყანდაშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს და მიმაჩნია, რომ პროფესიის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ადვოკატთა ასოციაცია გაძლიერდეს უფრო მეტად, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი, აუცილებელი არის მისი თავმჯდომარეობით გაგრძელდეს მომავალი პერიოდი. იმედს ვიტყობ და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს და პირადად ჩვენ ღიად ვართ ის ადამიანები, რომლებიც არ ვმალავთ ჩვენ პოზიციას და უჭერთ მხარს ბოლომდე. აუცილებლად მობრძანდით ადვოკატებო 21 დეკემბერს არჩევნებში და დააფიქსირეთ თქვენი სწორი პოზიცია.